ეს ადამიანი იმდენად უსამშობლოა, რომ საკუთარ უსამშობლობასაც ვერ ხვდება და ღიად საუბრობს იმას, რომ ის მოქმედებს არა საქართველოს ინტერესებით, არამედ სხვა ქვეყნების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესებით. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს, არ მოქმედებს არც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებით, არც რუსეთის ინტერესებით, არც ჩინეთის ინტერესებით, არც გერმანიის თუ საფრანგეთის ინტერესებით. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ერთადერთი ქართველი ხალხის ინტერესებით. ეს არის ამოსავალი წერტილი და მამუკა ხაზარაძეს და მისნაირ თაღლითებს, რომელსაც დღესაც $600,000 აქვს ჩასარიცხი საქართველოს ბიუჯეტში, აი ამ თაღლითებს რომ აქვთ უცხოელების მხრიდან გასაქანი მიცემული ქართულ პოლიტიკაში, ამიტომაც ვხედავთ რომ უცხო ქვეყნების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესები არის წარმოდგენილი დღეს ოპოზიციაში. ამიტომ ეს ფროიდისეული წამოწდენა არის ხაზარაძის მხრიდან, რითაც მან რაც გულში უდევს ის გვაჩვენა, რომ ის სინამდვილეში ყველა საკითხს უყურებს არა ის თუ რა ინტერესი აქვს ქართველ ხალხს, არამედ რა ინტერესი აქვს სხვადასხვა ქვეყნებს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური, ჩვენ უპირველეს ყოვლისა ამოვდივართ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესით და სადაც ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესი ემთხვევა სხვა ქვეყნების ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს, იქ დგება ალიანსები და თანამშრომლობა. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი.